გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და შემოგთავაზებთ ერთ პატარა გაშლას. თუ როგორი იქნება თქვენთვის ზამთარი. მაგრამ გაშლა იქნება სტიქიების მიხედვით. მიწის სტიქია, წყლის სტიქია, ცეცხლის სტიქია და ჰაერის სტიქია. პირველი 3 კარტი იქნება მიწის სტიქია. მეორე 3 კარტი იქნება წყლის სტიქია. მესამე 3 კარტი იქნება ცეცხლის სტიქია და მეოთხე 3 კარტი იქნება ჰაერის სტიქია. ანუ ასე. ახლა გავაკეთოთ კარგად დასტები უფრო გასარკმლად. მგონი ესეთი გაშლებს უფრო არდებენ ასეთ 3 კარტზე სტიქიებს და მე შემოგთავაზებთ ახლა ნახეთ მეგობრებო. 4-ვე კარგად ჩანს პირველი. პირველი არის ეს. ეს არის მიწის სტიქიებისთვის, მეორე არის წყლის სტიქიებისთვის, მესამე არის ცეცხლის სტიქიებისთვის და მეოთხე არის ჰაერის სტიქიებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, ახლა თქვენ არაფრის აქ ჩაფიქრება არ დაგჭირდებათ, დარჩევანის გაკეთება არ გჭირდებათ, მე უბრალოდ დაგანახეთ კარტები და ვიწყებ პირველი მიწის სტიქიით. ამ კარტებს დანარჩენებს გვერდში ასე კარგად გადავდებ პარალელურად ერთმანეთში. აქ იქნება წყალი, აქ იქნება ცეცხლი და აქ იქნება ჰაერი. კატონია მოდი აქ შენ. კატონია დააჯდება აგერ ცეცხლის სტიქიას. დავიწყებ მიწის სტიქიით და ნახოთ რა არის მიწის სტიქიებთან, როგორი ზამთარი იქნება. მეგობრებო, მინდა გითხრათ, გაგახაროთ მიწის სტიქიები, რომ იქნება ფინანსები, თუ ფინანსებთან რამე პრობლემა გაქვთ, ან ვინმეს რამეს ედავებით, ან რაღაც მეტოქეობის პროცესში ხართ, გამარჯვებული იქნებით თქვენ. გაქვთ ფინანსები აწეული, თქვენი სამსახურეობრივი სფერო ასევე, თუ დიდი ხანია ვერ მიიწევს წინ, ამ ზამთარში წაიწევს წინ და თქვენი ფინანსები აიწევს უფრო მაღალ საფეხურზე. თქვენი ფინანსები ისე მაღალ საფეხურზე აიწევს, რომ შესაძლებელია დაცვაც კი დაგჭირდეთ და დაცვის გაკეთებაც კი. რიტუალებიც კი დაგჭირდეს ფინანსების დაცვის სახით. ვიღაციდან რაღაცას იცავთ, თუ ფინანსების დაცვა გესაჭიროებათ თქვენ მოძებნით ადგილს, სადაც თუ გესაჭიროებათ კი არა, თქვენ ცხოვრებაში ისე წარიმართება და აიწევს ფინანსები მაღალ საფეხურზე, რომ შესაძლებელია ადგილის მოძებნაც კი დაგჭირდეთ, სადაც თქვენი ფინანსები კარგად იქნება დაცული. ეს იქნება ბანკი, სეიფი თუ რა ვიცი, ასე და ასე, ვინ სახლში, ვინ ბანკში და ასე შემდეგ. ანუ მინდათ მეგობრებო გითხრათ, იქ სადაც იყო ფინანსების პრობლემა, ვისთანაც იყო სამსახურის პრობლემა, ვინც ეძებდა სამსახურს და ვერ შეურულობდა სამსახურს, იშოვის სამსახურს. სადაც იყო ფინანსების პრობლემა, აღარ იქნება ფინანსების პრობლემა. სადაც იტკეპნებოდა ერთი ადგილი ფინანსების მხრივ და არ იყო წინსვლა, მინდა გითხრათ, რომ იქნება წინსვლა, გაიზრდება თქვენი ფინანსები და შესაძლებელია თუ რამე ისეთი ან რესტორანი გაქვთ, ან ბარი, აი ასეთი ადგილი თუ ვინმეს გაქვთ კერძო ადგილი, კვების პუნქტები, მინდა გითხრათ, რომ აი აქ უფრო მეტწილად რაღაც წამოვიდა ეს ინფორმაცია, აქ უფრო მეტად აიწევს თქვენი
განვითარება, თუ გქონდათ პატარა ადგილი, გააფართოვებთ ადგილს, თუ მოდიოდა ცოტა კლიენტები ხავდათ, ცოტა კლიენტი და ცოტა სტუმარი ყავდათ თქვენ ადგილს, მინდა გითხრათ, რომ უფრო გაითქვავს თქვენი ადგილის სახელს, თქვენი ბარი, თქვენი რესტორანი თუ ასე და ასე შემდეგ, იქნება სასტუმრო თუ რაც და უფრო მოგემატებათ ხალხის რაოდენობა და გაითქვავს სახელს და გაიზრდება ხალხის რაოდენობა და ასევე ეს გამოიწვევს ფინანსების გაზრდა განვითარებას. თუ ვინმეს რამე დავა არის, მინდა გითხრათ, რომ გამარჯვებული იქნებით თქვენ მიწის სტიქიები და დავამატოთ კიდევ აბარამი. ანუ მიწის სტიქიებთან ზამთარში ფინანსები იწევს წინ. აქ არის თქვენი სიძლიერე, აქ არის თქვენი მუშაობა, მუხჩაუყრელი მუშაობა, თქვენი ძალით, თქვენი ენერგიით, თქვენი ჩაუყრელი შრომით მიღწეული ფინანსები, მეგობრებო, ხართ ძლიერები, ზოგადად მიწის სტიქიები არის ძლიერი ხალხი. ასევე მუშაობას მოყვარული ხალხი. ერთგულები თავის საქმიანობის მხრივ და კიც უმართლებთ ფინანსებში ზოგადად ამ სტიქიას. კიც ტოვებენ კვალს და აი აქ ზუსტად ესაკნები ამბობენ ამას თქვენს გამართლებაზე და ეს თქვენი გამართლება არ მოდის ციდან არ იქნება მუშაობთ იმსახურებ და იმსახურებ და გეკნებათ კიდეც აქ იქნება მრავალფეროვანი ფერები შემოდის თქვენ ცხოვრებაში, სინათლე შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ეს ფერები ამჟამად თქვენ ცხოვრებაში შემოსულ ახალ ფერებს, ახალ სიხარულს ფინანსები ექვემდებარება, ანუ ფინანსების მხრივ წინსვლა ფერების მატება თქვენ ცხოვრებას და ეს ფერების მატება თქვენი ცხოვრების ამ შემთხვევაში არის ფინანსები, ფინანსებით მიღწეული სიხარული და ცხოვრების გალამაზება, ასე რომ ვთქვათ, კი დასტაბილურებული მამაკაცი ხართ, შესაძლებელია უკვე პენსიაშიც კი გახვიდეთ, იმიტებზე იყოს ზოგიერთები, რა თქმა უნდა, ყველა არა, მიღწეული მიაღწიოს შედეგებს სამსახურს დაანებოს თავი და დაიჭდეს სახლში, რომ აღარ მესაჭიროებაო. ვინც რა თქმა უნდა უკვე პენსიაში გასასვლელია და ვინც პენსიაში გასასვლელი არ არის და ახალგაზრდები და ჯერ კიდევ მუშაობის ძალღონეზე არიან, მინდა გითხრათ, რომ განვითარება წინსვლა და ყველაფერი საუკეთესო გელოდებათ ფინანსების მხრივ ამ ზამთარში, მეგობრებო, გილოცავთ მიწის სტიქიებს. და გადავედით წყლის სტიქიებთან, რა რეზონირებს მიწის სტიქიებთან. ამ მიწის სტიქიებთან, წყლის სტიქიებთან ეს იყო, რაც წავიკითხე, მეგობრებო, ბოდიში შემეშალა, რაც წავიკითხე, ეს იყო მიწის სტიქიაზე ყველაფერი. ეს წინსვლა განვითარება ფინანსებში და ახლა გადავედი წყლის სტიქიებზე. და ნახოთ რა არის წყლის სტიქიებთან. ბედნიერება, ბედნიერი ოჯახი, ხალისი, აქ უფრო მეტწილად დაფიქსირდა ოჯახი, სრულყოფილი ოჯახი, ზოგი ბავშვებთან ჰარმონიაში. თუ ვინმეს მონატრებული ყავს ოჯახი, მეგობრებო, მალე მისვლა, დაბრუნება ოჯახში, ჰარმონია ოჯახში. აქ ოჯახი კმაყოფილია, ბევრი აქვს თუ ცოტა აქვს კმაყოფილია, ბედნიერია და შესაძლებელია ოჯახი დაცვის ქვეშაც იმყოფებოდეს. ოჯახი არის ჰარმონიულ სრულყოფაში და განვითარებაში. ასევე შესაძლებელია ამ ოჯახთან კავშირში იყოს რაღაც ახალი დასაწყისი, ახალი განვითარება და ეს ყველაფერი რაც შეეხება ფინანსებს. ვინც ელოდით და ეძებდით სამსახურს, ან გასაუბრებაზე იყავით წასული, აქ 100%-იან კის გეუბნებით, მეგობრებო. თუ სახლში რამე განვითარება გესაჭიროებოდათ, ან შესაძენი გესაჭიროებოდათ, აქაც 100%-იანი კი. ოჯახი არის კმაყოფილი, ოჯახი იქნება კმაყოფილი, ზოგიერთებთან შესაძლებელია მოვიდეს წერილი, ზოგთან სასიყვარულო სფეროში და ზოგთან კიდევ სამსახურეობრივ სფეროში, თუ ვინმეს რამე განაცხადი ქონდათ გაკეთებული, რომ ეძებდით სამსახურს, იქნება სამსახური.
თუ ვინმე რაღაცას ჩაუყარეთ საფუძველი და ელოდებოდით მის განვითარებას, განვითარდება მეგობრებო და აქ უფრო მეტად წერილი, ვინც ეს სამსახურს ეძებდა, იქნება წერილი, ზოგთან იქნება სასიყვარულო სფეროში წერილი, მაგრამ 75%-დან მაინც ეს დაფიქსირდება სამსახურეობრივ სფეროში, რასაც მოყვება თქვენი დიდი სიხარული. სამსახურის სიყვარული მეგობრებო, აქ ორივე თითქმის 50-50%-ზე შესაძლებელია განვითარდეს, ზოგთან სიყვარული წაიწევს, სასიყვარულო სფერო წაიწევს წინ და ზოგთან ფინანსები წაიწევს წინ 50-50-ია წყლის სტიქიასთან და ასევე გითხრათ ვისთან სასიყვარულო სფერო იქნება შესაძლებელი აქ შემოიჭრას მეტოქე ორი ადამიანი დაობს სასიყვარულო თემაზე. აქ ორი ადამიანი დუელშია მანდილოსანის გამო, მანდილოსანი კი სტრესშია ამ დუეტის გამო, ამ დუელის გამო და ცდილობს გაინათოს გზები და ასტაბილუროს მდგომარეობა, მაგრამ ქალბატონი დარჩება მას, ვიზედაც ოცნებობს ქალბატონი. ქალბატონი შეიძლება ბევრჯერ ოცნებოდეს მამაკაცზე, ახალმთვარეობაზედაც რამეს სურვილებს აგზავნიდეს მაღალ ძალებში შესაძლებელია და რაც არის მისი სურვილი და რომელიმე მამაკაცის არის ამ შემთხვევაში მისი სურვილი, რა თქმა უნდა, ქალბატონი დარჩება მას. აი სულ ეს იყო წყლის სტიქიაზე და გადავედი ცეცხლის სტიქიებთან. რა იქნება ცეცხლის სტიქიებთან, ნახოთ. აქ სასამართლო პროცესია, ბევრთან იქნება სასამართლო პროცესი მეგობრებო, ცეცხლის სტიქიებთან. ორი ადამიანი შეიძლება რაღაცის გაყოფას ცდილობდეს, იყოფდეს ორი ადამიანის რაღაც ქონდეს გასაყოფი და ვერ ხერხდებოდეს გაყოფა სასამართლოს გარეშე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დიდ დროს არ წაიღეს ეს პროცესი, თქვენ თითქმის უკვე მისული ხართ პროცედურის დასასრულამდე. თუ ვინმეს რამეს ეძავებოდა, მინდა გითხრათ, რომ აქ შესაძლებელია დიდი ალბათობით შუაზე გაიყოს ის ვინც, ვისაც სადაო თემები აქვს, დიდი ალბათობით არც ერთი და რჩება მოგებული და არც მეორე, რაზედაც არის დავა, დიდი ალბათობით გაიყოფა შუაზე. რადგან ერთნაირ პოზიციაშია ორი ადამიანი. კი, აქ კიდევ ვიმეორებ, თუ იყო სასამართლო დავა ორ ადამიანს შორის, მინდა გითხრათ, თუ ის იყო ქონების დავა, გაიყოფა შუაზე ქონება. თუ რასაც არ უნდა ეხებოდეს თანხებს, მემკვიდრეობას, თუ რასაც არ უნდა ეხებოდეს, რა საგანიც არ უნდა იყოს განხილვის თემა, თუ ფინანსები არ აქვს მნიშვნელობა, გაიყოფა შუაზე. არც ერთი და რჩება მოგებული და არც მეორე. აქ ასევე წინა პლანზე შეიძლება ზამთრის ბოლო ნაწილში ცეცხლის სტიქიებთან, ზამთრის ბოლო ნაწილში შესაძლებელია წინა პლანზე წამოვიდეს სიყვარული, აქ ორი ადამიანი ერთმანეთთან მიჯაჭვულია, ახლო ურთიერთობაშია და მათ სიყვარულს ძალიან დიდი განვითარება აქვს, მეგობრებო. აქ სასიყვარულო თემა
გადადის ქორწინებაში, აქ არის ბედნიერი ოჯახი, აქ თუ ვინმე ბავშვს ელოდებოდა და თუმე საფეხმძიმება უნდა და შესაძლებელია გაიგოს ზამთრის ბოლო ნაწილში ფეხმძიმება თუ ვინმე ბავშვს ელოდებოდა ზამთრის ბოლოს იქნება ეს ყველაფერი ზამთრის ბოლო ნაწილში თუ არ ელოდებოდით ზამთრის ბოლო ნაწილში და ცოტა ადრეც შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი ვიდრე ელოდებოდით იმაზე უფრო მეტი ადრე შეიძლება დაიბადოს ბავშვი და ეს ყველაფერი რასაც ახლა ვკითხულობთ აი ზამთრის ბოლო ნაწილში აქვს სიყვარულს ძალიან დიდი განვითარება ზოგთან იქნება დაქორწინება ზოგთან იქნება ბავშვის თემა და ასე და ასე კი ის რასაც დარაჯობთ, რის სადარაჯოზე ხართ, რაც გაინტერესებთ ყველაზე მეტად, რა თემასაც განიხილავთ, აი ის თემა გადმოდის მაღალ ენერგიებში, მაღალ ძალებში, უწევია აღთენა ასრულება თქვენს სურვილს, აქ არის ბედნიერი ოჯახი და როგორც აღნიშნე, ზამთრის ბოლო ნაწილი მიეკუთვნება ბევრთან დაფიქსირდება ქორწინება. ხოლო ზამთრის პირველი ნაწილი ზოგ-ზოგი ერთებთან ძალიან ბევრთან იქნება სასამართლო დავები და სასამართლო დავებიდან ფინანსების შუაზე გაყოფა. ეს იყო ცეცხლის სტიქია და გადავედი ჰაერის სტიქიასთან. ნახოთ რა არის და რა იქნება ჰაერის სტიქიასთან. აქ დაფიქსირდა ქვრივი მამაკაცი. ბევრთან დაფიქსირდება ქვრივი მამაკაცი, მეგობრებო, ბევრი ცხოვრებაში შემოვა ქვრივი მამაკაცი. ბევრი ცხოვრებაში შეიძლება ეს იყოს ფორმიანი მამაკაცი, რამე ფორმას ატარებს სამსახურეობრივ სფეროსთან დაკავშირებით. ბევრთან შესაძლებელია იყოს ფერადკანიანიც და ბევრთან ამ გარც ვკითხულობ, ამ მარგანს ვკითხულობ, როგორც ქურდი მეგობრებო, აი ასეთი ენერგია მოდის სამარგნიდან, ასე იკითხება. ადამიანი არის დაკეტილი, ადამიანს აქვს ბევრი ინფორმაცია, ბევრი ცოდნა, მაგრამ ადამიანი არ იხსნება, ადამიანი არის ჩაკეტილი, თავის ცოდნას არ უზიარებს არავის და ადამიანი თითქოს რომ ყველაფერი გადაკაპნილი აქვს და ყველაფერი დამთავრდა მის ცხოვრებაში უცბად აგიზგიზდება ადამიანი, გიზგიზებს ადამიანი და რა შემოდის მის ცხოვრებაში იწყება ასოცინაციები, ასე რომ ვთქვათ, ჩვენებურად შემოდის სასიყვარულო სფერო, შემოდის ჰაერის სტიქიასთან და აქ უფრო წამოვიდა მამაკაცური ენერგიები. ასეთ მამაკაცებთან შემოდის სასიყვარულო სფერო, შესაძლებელია ადამიანი დაქვრივებული იყოს და არც ფიქრობდა, რომ დაქორწინებას და არც უნდოდა ახლის დასაწყისი, მაგრამ მოულოდნელად შემოვა მის ცხოვრებაში წინა პლანზე სასიყვარულო თემა, ასეთ ჩაკეტილ მამაკაცთან, რომელიც ასე ადვილად არ უხსნის თავის გულის ნადებს, არასდროს აქ გარდაცვალება, ეს არის ზუსტად ის მამაკაცი, რომლის ცხოვრებაში წარსული დაიხურა და მოდის ახალი და ეს ახალი მის ცხოვრებაში შემოდის რაღაც მოულოდნელი ენერგიებით, შესაძლებელია თვითონაც არ ფიქრობდა ამაზე, თვითონაც არ გრძნობდა არაფერს, მაგრამ მამაკაცი მოულოდნელად აღმოჩენს, რომ არის შეყვარებული, ან კიდევ აღმოაჩინა. ბევრთან 75%-თან, 80%-თან აქ არგანი რეზონირებს როგორც ქვრივი მამაკაცი, მაგრამ დანარჩენ პროცენტებთან არ გამოირიცხება ფერადკანიანი, არ გამოირიცხება ფორმიანი ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს და ასე შემდეგ.
მაგრამ ადამიანისთვის იქნება მეორე ქორწინება, მეგობრებო, აქ ადამიანი იმუშაობს და ბევრი შესაძლებელია, ამიტომ ზოგთან ეს ფორმა რეზონირდეს როგორც სამსახურეობრივ სფეროში. მაგრამ როგორც აღნიშნე, ძალიან ბევრთან ქვრივი მამაკაცი შემოდის ურთიერთობაში და მიუხედავად იმ მამაკაცი ქვრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ჩაკეტილია, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ცუდია, არა, ადამიანი იხსნება თქვენთან მეგობრებო, შეიძლება ადამიანმა გადაიტანა წარსულის ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი სტრესი. ადამიანი შემოდის თქვენთან ურთიერთობაში, იხსნება თქვენთან ურთიერთობაში. შეიძლება საერთოდ რო არავის ელაპარაკებოდეს, არავის არ უმხელდეს თავის გულის ნადებს, აი ზუსტად ასეთი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში და თქვენ გიხსნით გულს და აი თქვენთან იხსნება ადამიანი, თქვენთან ახლობს საერთოს. კარგ მეგობარს და არა მარტო მეგობარს. აქ იქნება სექსუალური ურთიერთობა, მეგობრებო, სექსუალური ურთიერთობა შესაძლებელია ბოლოს, შესაძლებელია არა, დაფიქსირდება ქორწინებით. დაგვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში შესაძლებელია ზოგთან ეს მამაკაცი შემოვიდეს ზერელი ურთიერთობით და ზოგიერთებთან ძალიან ცოტა პროცენტთან გადიზრდება ქორწინებაში. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით ჰაირის სტიქიებსაც და აქ მადლობთ ყურადღებისთვის. ვისთანაც რეზონირდება, არ დაგავიწყდეთ ლაიქით, ჩემი თხოვნა. მე კი თქვენ ცხოვრებაში ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.